გაცდათენ და ის დღე, როცა გადავწყვეტე, რომ ჩემი გარდერობით ამელაგებინა. გარდერობის დალაგება ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან გრანდიოზული მომენტი, იმიტომ რომ ხდება იშვიათად, მაგალითად, თვეში ერთხელ. და ყოველთვის ქაოსური მომენტია. გარდერობის დალაგება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ უნდა ამოვყარო ტანსაცმელი, რაც მაქვს და მერე სათითაოდ ამოვარჩიო ეს ტანსაცმელები, ლამაზად დავკეცო და ჩავაწყო, თუ საჭიროა გავრეცხო, თუ საჭიროა გადავაგდო. ასეთია პროცესი. დღეს ტანსაცმელი ამოვიღე, გადავდე, შემოვტრიალდი, რომ კიდე უნდა ამომეღო და გადავედო და ვაუ, ტანსაცმელი დარჩენილი აღარ იყო. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი ტანსაცმელი რომ მქონდა და ეს ტანსაცმელები ხან სად მქონდა შეკუჭული და ხან სად მქონდა შეკუჭული, ზოგისად იყო და ზოგისად. ამის გამო გადავწყვეტე, რომ მომეგროვებინა ის ტანსაცმელი, რომელთა გარეშეც არ გამიჭირდებოდა არსებობა და წამეღო. ზოგისად წავიღე, ზოგისად და დამრჩა ფაქტობრივად არაფერი. ეს ტანსაცმელები იმ მიზნით გავაჩუქე, რომ წავიდოდი და ახალ გარდერობს შევქმნიდი. მაგრამ ახალი გარდერობის შექმნას სჭირდება დრო, ენერგია, რესურსები და სჭირდება იდეა. იდეა უნდა გქონდეს იმის თუ როგორი უნდა იყოს შენი ახალი გარდერობი. მე ამის იდეა არ მაქვს, რადგან ჩამოყალიბებული სტილი არ გამაჩნია. მომწონს მარტივი რაღაცებიც, საეჭვო რაღაცებიც, ძალიან artsy და cute-ი რაღაცებიც, basic გოგოების ტანსაცმელი, გამორჩეული გოგოების ტანსაცმელი, ბევრი რამე მომწონს. საით წავიდე? ჩემი გარდერობი შედგება 8 კაბისგან, 2 შარვლისგან და 5-მდე მაისურისგან. და ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ broke bitch ვარ, ტანსაცმელები სულ მქონდა. ვიცი სად წავიდე და სად ვიყიდო იაფად ტანსაცმელი. აუ, ტანსაცმელი არ მაქვს და აუ, რა ჩავიცვა. ხშირად ხსმენია ეს. მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელი მქონდა, ამას მაინც ვამბობდი, მაგრამ ახლა მართლა არ მაქვს ტანსაცმელი. და დაგიმტკიცებთ, რომ მართლა არ მაქვს ტანსაცმელი. დავიწყებ ამ ზედით, რომელიც თქვენ უკვე გინახავთ, რომელსაც შორიდან რომ შევხედე ვიფიქრე, რომ ეს შვენიერი იქნება მეთქი. მეგონა რომ შესანიშნავად მომირგებოდა, რა თქმა უნდა ყიდვის დროს არ ჩამიცვამს, ისე ვიყიდე თვალშევლებით. არ მომწონს ფერები, ყავისფერი მომწონს, მაგრამ აი ეს მწვანე არ მომწონს. ამ ზედის ჩაცმა არ მინდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გადასაგდებია. ეს ზედა ჩემი ასაკის კატეგორიის ადამიანებისთვის წესით არაა. ფერიც ისეთი აქვს, მოყვანილობაც ისეთი აქვს, ორნამენტებიც ისეთი აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს. ხალხო, ანუ fashion icon-ი არ ვარ და მგონი არც ვიქნები არასოდეს. მგონი კი არა, ხა ამ ვიდეოს რო ნახოთ, მიხვდებით, რომ არ ვიქნები არასოდეს fashion icon-ი, მაგრამ ეს რა არის, ამაყიდინა ეს ზედა. და თან ვამბობ, რომ ძალიან მომწონს. არ მომწონს, არ მიხდება. და არც ჩავიცვამ ამის მერე. უბრალოდ ძალიან არ მომწონს. რაღაცნაირად მომწონს. ან იმიტომ მომწონს, რომ სხვა გზა არ მაქვს და უნდა მომწონდეს. იმიტომ რომ მეტი ზედა არ მაქვს. ეს როლინგი თეორიულად შვენიერია, ყველაფერს უხდება და ძალიან უნდა მიხდებოდეს და უნდა მაკვდებოდეს. მაგრამ რეალურად რაღაცნაირად ვერ მოვიხდინე. ამ როლინგის ფერი არის ცოტა უცნაური. თეთრი არა, კრემის ფერიც არა. არის რაღაცნაირი ყვითელი. ეს ნაწილი ძალიან მომწონს, აი ეს ყელზე და ძალიან თბილი და კომფორტულია. ეს როლინგი კი მაქვს, კი ვფლობ და ჩემს კანადაში აქვს ასე თუ ისე საპატიო ადგილი, მაგრამ შემცვლელი რომ მქონდეს, დავფიქრებდად მოვიშორებდი. ეს ზედა ვიყიდე მარტო იმიტომ რომ ფერი მომეწონა. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა გარეცხვაზე ნელ-ნელა პატარავდება. ეს წესით ჟაკეტია, მაგრამ მე ისე მეცვა, როგორც ზედა. და უკვე ეტყობა, რომ 2 წლის წინ ვიყიდე და გაცვეთილია და გარეთ აღარ ვიცვამ. და თუ ვიცვამ, მიწევს, რომ აი აქ რაღაც კრეატიული მოვიფიქრო, რომ დავმალო ის ფაქტი, რომ შემოტკლეცილი მაქვს და პატარა მაქვს. ეს ჩვეულებრივი ზედა არა. თუ კარგად დააკვირდებით, ამის შიგნით მაცვია, მაიკა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მოკლე ტოპი. მე ტოპებს არ ვიცვამ, როცა ვიყიდე მხოლოდ იმიტომ რომ ხელი რომ მოვკიდე თითებს ეს იამოვნა. თან შავია და ყველაფერზე ჩავიცვა მეთქი, ასე ვიფიქრე. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავითვალისწინე ის, რომ ამ ზედას თან მოყვება აი ეს უცნაური რაღაც რა ქვია ამას. თავისი კამრები აქვს მიმაგრებული, რომელიც დღემდე ვერ გავარკვიე. რა უნდა მოვიხერხო ამას? წინიდან უნდა შევიკრა. თუ ნიდან წამოვიღო და წინ ჩავბანტო, თუ აი ესე უნდა გადავიკიდო.
მოკლედ, ვინმე თუ იცით ეს როგორ უნდა ჩავიცვალოთ, ძალიან გამიხარდება თუ მეტყვით. კაი ჯანდაბას რომ მომინდეს ტოპის ჩაცმა, ამას მაინც არ ჩავიცვალ, იმიტომ რომ ძალიან მოკლეა. ახლა გაჩვენებთ, რამდენად მოკლეა. ძალიან გასაუთოებელია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად იკუჭება და ამის გაუთოვებაც რთულია, ძალიან დიდი ენერგია ჭირდება და შრომა და ჯაფა ჭირდება, მაგრამ რომ გაავთავებ ესეთი შესანიშნავი და ისეთი მშვენიერია ტანზე. ყველაზე ნაკლებად რაც მომწონს ამ ზედაში არის აი ეს. დიდად არ მიყვარს ესე წინ შესაკრავი რაღაცები, იმიტომ რომ მოსაცვლელს არ უხდება, არასდროს ვიცი სწორად როგორ შევკრა და არ ვიცი ხოლმე რა მოუხერხო. მაქვს დღეები, როცა ვიცი ეს როგორ უნდა შევიკრა სწორად და როგორ უნდა შევიკრა ისე, რომ ნერვები არ მომიშალოს. აი მაგ დღეს ეს ზედა ძალიან მაგარია. აი ეს ზედა თუ ეს ტოპი თუ არ ვიცი რომელ კატეგორიაში გადის. არც ვიცი რატომ ვიყიდე. მგონი იმიტომ ვიყიდე რომ ფერები მომეწონა. მაგრამ ლურჯი ყველაზე ნაკლებად მომწონს და თან ასე მგონია რომ ლურჯი სახეზე დიდად არ მიხდება. მე უფრო თბილი ფერები მიხდება სახეზე. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად რომ არც ლურჯი მომწონს, არც ტოპები მომწონს, არც გალანდულ ტანსაცმელს ვიცვამ, ვიცით ადგება ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა აი ის ჩემი ლურჯი ტოპი სადაა მეთქი, ამას ვიტყვი. ვიცი რომ ეგ დრო დადგება. მაგრამ სანამ დადგება, იქამდე გასულ ზაფხულს ეს ძალიან ხშირად მეცვა.